დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანს ელოდებიან იმერეთიდანაც ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანებიც აცხადებენ, რომ არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი და აუცილებელია თბილისში დაგეგმილ მშვიდობიან პროტესტ და დემონსტრაციას შეუერთდეს ყველა. ირაკლი ვაჩიბერაძე გვერდება იმერეთიდან, პირდაპირ ეთერში ირაკლი გისმენ. კეთი იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერები რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შეიკრიბნენ და ცოტა ხნის წინ თბილისისკენ დაიძრნენ. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მტკიცებით, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, მათ შორის იმერეთშიც, არჩევნები მასობრივად გაყალბდა. აქციაზე შეკრებილი ადამიანების მტკიცებით, მათ ორი მთავარი მოთხოვნათ და ეს პირობა აუცილებლად უნდა შესრულდეს. პირველი, გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და მეორე, ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მათი აქციები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. დღეს მთელი საქართველო დგას თბილისში, კერძოდ აი იმ ძალმეურეობის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ესეთ უპრეცედენტო გაყალბება აბა შევარდნაძესაც არ მოსვლია თავში, რაც შევარდნაძის პერიოდს ეხება, რაც დღეს მოხდა საქართველოში და ყველა ერთის წინააღმდეგ აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედი, წყდება ის, რომ ჩვენ დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას დაუბრუნებთ არჩევანის უფლებას, დემოკრატიას, თუ ჩვენ შვილებს ისევე მოუწევთ რუსთაველზე დგომა საკუთარი ხმების დასაცავად, ისევე მოუწევთ დგომა თავისუფალი სასამართლოს დასაცავად და ისევე მოუწევთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად დგომა და გავარღვევთ თუ არა დღეს გადაწყდება 30 წლიან ამ მოჯადოებულ წელს, რომელშიც ივანიშვილმა და ზოგადად ქართველი ხალხი ტრიალებს. ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მათ უნდა იცხოვრონ არა დემოკრატიაში, არამედ ტოტალურ ქვეყანაში და მონარქიაში და ბიძინას ბოსტანში. გამორიცხულია. ჩვენ მივდივართ თბილისში ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დავდგებით აბსოლუტურად ყველა ღირსეული ქართველი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ თბილისში ჩანიშნული მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე 3 საათზე ნაკლები დრო დარჩა.